საჯარო გაშლა სახელწოდებით რა მოიჩქარის თქვენსკენ. ნახოთ. გვექნება ვარიანტებით და იყოს ორ ვარიანტზე. ნახოთ. იფიქრეთ საკუთარ თავზე, კარგად მოდუნდით, დამშვიდით, არ ინერვიულოთ არაფერზე, მოეშვით და მხოლოდ იფიქრეთ საკუთარ თავზე. გაიმეორეთ კითხვა საკუთარ თავში, მე კი დავიწყებ, რომელი ვარიანტიც უფრო მიგიზიდავთ, ის იქნება თქვენი. რა მოიჩქარის თქვენსკენ? ზოგთან ფინანსები მოდის, ნახოთ. პირველი ვარიანტი და ორი კარტია მოყვა. რა მოიჩქარის თქვენსკენ? და მეორე ვარიანტი, რა მოიჩქარის თქვენსკენ, ნახოთ. პირველი ვარიანტი ამეთვისტო, მეორე ვარიანტი ვარდისფერი კვარცი. თქვენ შეგიძლიათ დააპაუზოთ, დაირჩიოთ, მე კი დავიწყებ პირველი ვარიანტით, რა მოიჩქარის თქვენსკენ. აი, აქ ძალიან საინტერესოა პირველი ვარიანტის წარმომადგენლებო. ძალიან საინტერესოა. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებო, თქვენ აშკარად ძალიან მიზანდასახული ადამიანები ხართ და ძალიან ბევრს ფიქრობთ თითქმის ყველაფერზე, ძალიან ბევრს, ასე ვთქვათ, აწყობთ საკუთარ თავში გეგმებს, ხომ? აქეთ-იქით ცოტა ყველაფერზე ფიქრობთ თქვენ. პირველი ვარიანტი, აქ მიყურებენ ქალები. პირველი ვარიანტი ეს არის ქალების ის კატეგორია, რომელმაც გაიარა საკმაოდ რთული ცხოვრება და რომლებიც არიან უკვე ჩამოყალიბებულები სულიერად ძლიერ ქალებად. ეს არის ქალბატონების ის კატეგორია, რომლებიც ძალიან, ასე ვთქვათ, ეშხიანები, მიმზიდველები არიან. ქალბატონების ისეთი კატეგორია, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი ეკლესიაში სტადის, ხომ? გიყვართ მაგალითად ზოგ წიგნების კითხვა, ან ზოგი შეიძლება იყოთ მასწავლებელი, ხომ? ქალების ისეთი კატეგორია, რომელიც მიზანმიმართულია თავის უფრო განვითარებისკენ, ხო? და თქვენსკენ მოიჩქარის აი ის ფიქრები, რაც გაქვთ, და ის საკითხები, რაზეც თქვენ ყოველ დღე ფიქრობთ გამუდმებით და ესე მიზნებს აწყობთ, ესე გეგმებს აწყობთ, რაღაცა პუნქტებად, ხომ? აი ჯერ ის უნდა გავაკეთო, ჯერ ის უნდა გავაკეთო. აი ამ თქვენი მიზნების, ფიქრების რეალიზება მოხდება და ზუსტად ეს მოიჩქარის თქვენსკენ. ეს ოღონდ არავის დახმარებით არ უნდა გააკეთოთ. ეს უნდა გააკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ, დამოუკიდებლად, იმიტომ რომ თქვენ შეგწევთ იმის ძალა, რომ დამოუკიდებლად აქციოთ თქვენი რაღაცა მიზნები, ხომ, რაღაც რეალობად. ასე რომ თქვენ პირველი ვარიანტი საერთოდ არ გჭირდებათ არავის დახმარება ამ საკითხებთან დაკავშირებით. თქვენ მარტო უნდა შეძლოთ ეს ყველაფერი. თუ პარტნიორთან რაღაცა ურთიერთობას ეხება მაგალითად, ხომ? აქაც თქვენ უნდა იყოთ რაღაცა დომინანტი, აი ამ პარტნიორთან მიმართებაში, თქვენ უნდა იყოთ დომინანტი თუ ელოდებით მაგალითად, თქვენ უნდა გამოიჩინოთ ინიციატივა, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, ხომ? რაც თქვენ გინდათ და რომ რეალიზდეს თქვენი სურვილები, თქვენ უნდა შეგეძლოთ რაღაც ნაბიჯების გადადგმა თქვენს ცხოვრებაში და რაღაც საფეხურების დაყოფა ყველა საკითხის და არ უნდა ელოდოთ, რომ აი თვითონ თავისით მოვა. ეს არ ეხება, ხო? მაგალითად, ესე არის ფინანსებს თუ ელოდებით, იმ ფინანსებსაც ეხება, პარტნიორს თუ ელოდებით, ყველა ვარიანტში, პირველი ვარიანტი, თქვენ უნდა იმოქმედოთ. თქვენ უნდა იმოქმედოთ იმისთვის, რომ მიიღოთ ის, რაც გინდათ. და აუცილებლად მოხდება თქვენი აი ამ სურვილების რეალიზება. აი ზუსტად ეს მოიჩქარის თქვენსკენ. ნახოთ კიდევ დავამატოთ. თქვენ ძალიან ესე ვთქვათ, ცუდი პერიოდი შეიძლება გადაიტანეთ, პირველი ვარიანტი გულისხმობ რაღაცა მტკინვეული დარტყმა მიიღეთ, ხომ? რაღაცა ძალიან გეტკინათ, არ აქვს მნიშვნელობა ეს პარტნიორისგან იყო თუ საიდან იყო წამოსული, ყოველ შემთხვევაში თქვენ აღსდგებით ისევ თავიდან და აი ამ ტკივილს აქცევთ თქვენს ძალას და დაიწყებთ
ყველაფერს თითქმის ახალი ფურცლიდან, ნუ ეს 2024 წელი თქვენთვის იქნება ახალი შანსების, ახალი ბრძოლის, ესე ვთქვათ, ტალღა, ოღონდ რომელიც დაგვირგვინდება გამარჯვებით, რომელიც გასწავლით ბევრ რამეს, ასე რომ პირველი ვარიანტი დაელოდეთ, თქვენსკენ მოიჩქარის თქვენი სურვილების ასრულება. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა ყურადღებისთვის. ახლა კი ვინც ერჩია მეორე ვარიანტი ვარდისფერი კვარცი გამოიჩქარის თქვენსკენ. მეორე ვარიანტი ძალიან ესეთი მდგომარეობა გაქვთ, რაღაცის გადალახვის მომენტში ხართ, ნახოთ, მოდი. მეორე ვარიანტი, რა მოიჩქარის მეორე ვარიანტისთვის? აჰა. ესე იგი, მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება? რაღაც ძალიან უყურებთ ვიღაც პიროვნებას, მამაკაცს, სხვათა შორის. ქალბატონებს ეხება ეს მეორე ვარიანტიც. ეს არის მამაკაცი, რომელთან შეხვედრაც გინდათ, ეს უფრო მონატრებაა, მაგრამ თითქოს არ ენდობით ამ მამაკაცს, ან გეშინიათ ამ მამაკაცთან რაღაც ურთიერთობის დაწყების. ან რაღაცა დაბრკოლებებია, რაც თქვენ ხელს გიშლით მოქმედებაში, ხომ? მეორე ვარიანტი. ძალიან, ასე ვთქვათ, ხელფეხი გაქვთ შეკრული და თითქოს არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ თქვენ ამ ყველაფრისთვის. და არ ხართ ყოფილი რაღაცნაირად საკუთარი თავით. მეორე ვარიანტი. ეს არის, ნუ ჯერ თქვენი მდგომარეობა, ნუ ეს არის რაღაც თითქოს საკუთარ თავს თქვენ თვითონვე უქმნით რაღაც პრობლემებს. თითქოს საკუთარ თავში თქვენ თვითონვე რაღაცნაირად ქმნით ბარიერებს, თუნდაც ნებისმიერ საკითხთან მისასვლელად. ანუ თქვენ რო წახვიდეთ წინ, გჭირდებათ ამ ბარიერების დაშლა და თქვენ იმის მაგერად რომ დაშალოთ ეს რაღაცა ბარიერები, ხომ? რაც არის, ნუ კედელი მაგალითად, ხომ? ესე პირობითად ვთქვათ. თქვენ გჭირდებათ კედლის დაშლა, მაგრამ თქვენ ამ კედელს არ შლით და თითქოს ვცდილობთ, რომ აი ესე მიაწვეთ, მიუხედავად იმისა, რომ იცით, რომ არაფერი არ გამოვა. ანუ მიხვდით ხომ, როგორი მდგომარეობა გაქვთ. ანუ ისეთ საკითხში შეიძლება იყოთ მაგალითად ახლა, რომ უბრალოდ არაფრის მომტანი არ იქნება თქვენთვის, თუნდაც ეს რაღაცა ბარიერების ქონა თქვენ ცხოვრებაში, ხომ? თქვენ თვითონვე უქმნით თქვენს თავს პრობლემას. და თქვენსკენ მოიჩქარის აი ეს რაღაცა რაც გაიარეთ ახლა. აი როგორც პირველი ვარიანტი მაგალითად თქვენთანაც მოხდა მსგავსი რამ, ხომ? ეს არის, როდესაც ან შეიძლება ურთიერთობის დასასრული იყო, ხო? ან მაგალითად იყო, ნუ მდგომარეობა, რომელმაც ძალიან გადკინათ. ეს იყო თქვენთვის როგორც ტრანსფორმაციის პერიოდი ისე. თქვენ გეტკინათ, დაეცით და უნდა ადგეთ ფეხზე და ესე გამარჯვებული უნდა გამოხვიდეთ თქვენ აი ამ მდგომარეობიდან. გამარჯვებული უნდა გამოხვიდეთ და ზუსტად ეს მოიჩქარეს თქვენსკენ. ახლა კი ხართ ესეთ მდგომარეობაში. გამოუვალ მდგომარეობაში. შეიძლება ძალიან გტკივად გული ბევრ რამეზე, ხომ? ეს თქვენ საკითხი რაც არის, ხომ? ხა საჯარო გაშლა, ზოგზე სხვანაირად რეზონირდება, ზოგზე სხვანაირად რეზონირდება. თქვენ თვითონ მოარგეთ ეს სიტუაცია თქვენს საკითხს. ეს მდგომარეობა რაც გქონდათ, ეს ნუ წარსულში ყურებას მორჩით. წარსულში ნუ იყურებით. თქვენ უნდა იყუროთ აი ამის შემდეგ, ანუ 2024 წელს, ხომ? უნდა იყუროთ წინ და თქვენ უკან იყურებით. თქვენ უყურებთ უკან რა ხდებოდა, რა იყო. მეორე ვარიანტი, ნუ იყურებით წარსულში, იყურეთ წინ. აი ის რაც გეტკინათ, ხომ? აი ის რაც ძალიან განიცადეთ, იმედები გაგიცრუვდათ, მოგატყუეს თუ რაც იყო, რამაც ასე დაგანგრიათ, ეს იქნება თქვენი გამოღვიძება, ოღონდ გამოღვიძება სხვანაირად. ეს იქნება თქვენი გამარჯვების მომტანი, ასე რომ აი ეს მდგომარეობა, აი ეს ენერგიები მოიჩქარის თქვენსკენ, ხომ? საკუთარ თავს უბიძგეთ, რომ როგორი ცუდათაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა განიცდიდეთ, ადგეთ ფეხზე, ნუ რავის ნუ ელოდებით, ადგეთ ფეხზე და უბრალოდ იბრძოლეთ. და მოეშვით წარსულში ყურებას, მოეშვით, თავი დაანებეთ, იყურეთ მხოლოდ წინ, რადგან გამარჯვება მოიჩქარის თქვენსკენ. წარმატებებს გისურვებთ, მეორე ვარიანტი, მადლობა ყურადღებისთვის, მე კი დაგემშვიდობებით კეთილი სურვილებით.